ახლა კი ნიკა მოლოდინაშვილს უნდა მეუბრუნდეთ, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოებს ადევნებს თვალს. ნიკა, რა ვითარება არის ამ დროისთვის ზოოპარკის ტერიტორიაზე? Თამთას ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესაუბრეთ ზოოპარკის დაცვის უფროს, რომელმაც განაცხადა, რომ 5 დაცვის თანამშრომლისგან 3-ის ძებნა მიმდინარეობს, ვერ ხდება მათთან დაკავშირება. ჯერჯერობით უცნობია ისინი სად იმყოფებიან, თუმცა ამ დაცვის თანამშრომელმა აღწერა ის მდგომარეობა, თუ როგორ მოხდა წყლის ადიდება და როგორ მოხდა ცხოველების გამოდინება და გადმოსვლა უკვე ვოლიერებიდან. სულ ცოტა ხნის წინ ასევე კიდევ გამოჩნდა ბეგემოტი ღმერთთამოედნის ტერიტორიაზე. რამდენიმე საათის წინ სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა დასაძინებელი საშუალება ესროლეს ბეგემოტს, თუმცა ჯერჯერობით ის კვლავ ცოცხალი არის და ჯერჯერობით ვერ ხდება მისი გადაყვანა სპეციალური მანქანით, მას შემდეგ რაც მისი სრული დაძინება მოხდება, მობილიზებული არის შესაბამისი ტექნიკა იმისთვის, რომ სპეციალურ ვოლიერში გადაიყვანონ. რაც შეეხება ზოგადად აქ არსებულ მდგომარეობას, პერიმეტრი კვლავ არის შემოღობილი და პერიოდულად ის ასევე სროლის ხმაც, როგორც მოგეხსენებათ, ზოგიერთი ცხოველის ლიკვიდაცია გახდა საჭირო იმისთვის, რომ მათი გასვლა ამ პერიმეტრის იქით არ მომხდარიყო. ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები, მობილიზებული არის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და სულ ცოტა ხნის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე შევიდა რამდენიმე ჯავშან მანქანა სნაიპერული შაშხანებით შეიარაღებული ადამიანებით, რომლებიც სავარაუდოდ უკვე იმ ცხოველებს, რომლებსაც ვერ იმორჩილებენ ან ვერ ათავსებენ უკვე ვოლიერებში, მათი ლიკვიდაცია მოხდება. იყოფებოდა ტერიტორიაზე თბილისის დაცვის 5 თანამშრომელი და 3 შიდა თანამშრომელი, რომელიც არის ერთი ძიძა, მეორე არის მისი მეუღლე და ერთი კიდე თანამშრომელი. ამასობაში მოხდა წყალის შემოვარდა ტერიტორიაზე, რომელიც უძრურები გავხდით. გავაკეთეთ შეტყობინება სამაშველოში, სასწრაფოში, რომელიც ოპერატიულად მოვიდნენ სულ ყველანი, გოშ დაგვიდნენ და მუშაობენ ნორმალურად და იმ სამ თანამშრომელზე ინფორმაცია არაფერი არ გაგაჩნდა. დიახ, ჩვენ ვრჩებით ღმერთთამოედნის ტერიტორიაზე, როგორც უკვე გითხარით, ბეგემოტი კვლავ ღმერთთამოედნის ტერიტორიაზე. მე ოპერატორს ვთხოვ, რომ თუ არის შესაძლებელი, რომ კადრში გაჩვენოთ. რამდენიმე საათის წინ მას სპეციალური დამაძინებელი საშუალება ესროლეს და როდესაც მისი სრული დაძინება მოხდება, ამის შემდეგ მოხდება სავარაუდოდ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გადაყვანა შესაბამის ვოლიერში. მადლობთ ნიკა, ეს იყო ნიკა მოლოდინაშვილი და ჩართვა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ამ დრომდე არის ვრჩება ბეგემოტი. როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა გვითხრა, მისი დაჭერის ოპერაცია ტარდება, მას ესროლეს კიდეც დამაძინებელი საშუალება, თუმცა მისი დაძინება ამ დრომდე არ მომხდარა. რაც შეეხება კიდევ ერთ ოპერაციას, ცხოველთა დაჭერის ოპერაცია ასევე მიმდინარეობს სასტუმრო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზეც. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ კადრებშიც დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშან ტექნიკა შევიდა ზოოპარკის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ არსებობს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ცხოველი უშუალოდ ზოოპარკის ტერიტორიაზე გადაადგილდება და ახლა მაშველები ცდილობენ, რომ დროულად დააბრუნონ ისინი ვოლიერებში. ასევე ერთი პინგვინის დაძინება მოხდა, რამდენიმე ერთი პინგვინის და კიდევ ერთი ბეგემოტის ღმერთთამოედნის ტერიტორიაზე და ისინი უკვე გადაიყვანეს ზოოპარკის ტერიტორიაზე, თუმცა ჯამში სულ 30-მდე ცხოველი არის დღეს მოვარდნილი ძლიერი ნალექის შედეგად ზოოპარკის ვოლიერებიდან გაქცეული. სამძებრო სამუშაოების ტერიტორია მთლიანად არის შემოსაზღვრული, იქ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები არის მიღებული. ეს ტერიტორიები არის თავისთავად ზოოპარკის ტერიტორია, ღმერთთამოედანი, ვარაზის ხევი, ჭავჭავაძის გამზირი, აგრეთვე ღმერთთამოედნის მიმდებარე ქუჩებიც, მათ შორის ეს არის ხილიანის ქუჩაც და მოსახლეობას მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებები და შესაბამისი სამსახურები, რომ თავი შეიკავონ ამ ტერიტორიებზე გადაადგილებისგან მოსაოდნელი რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.